პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა, სადაც ამ ჯერზე ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებს მოусმინეს. საქართველოში საწვავის ფასების მომატების მიზეზად ჰორმუზის სრუტის კრიზისი დასახელდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა დაამატა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია. ხდომაზე კომპანია ვისოლ პეტროლიუმის ხელმძღვანელმა ვასილ ხორამამ თქვა, რომ საქართველოში ენერგორესურსებზე ფასების ზრდა იმაზე ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი განმარტებით ბაზარზე არსებული კონკურენცია და მარაგები საშუალებას იძლევა ფასები მყისიერად არ გაიზარდოს. ჩვენ მივიღეთ ნიშნულები, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ განპირობებული არის ბაზარზე არსებული კონკურენციით და მეორე ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი სტოკები, რომელიც საშუალებითაც ვოპერირებთ ბაზარზე და მოგცა ყველაფერმა ამან იმის გადაწყვეტილების უფლება, რომ მყისიერად არ მოხდარიყო ფასების ზრდა, მივხვდით იმისა, რომ ხშირად ჩვენ ინდუსტრიას ადანაშაულებენ ხოლმე ფასების მყისიერ ზრდაში, ზუსტად ეს დინამიკა, მათემატიკა, ზუსტი მეცნიერება და ზუსტად შეგვიძლია ამის დათვლა, რომ მივხვდით იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ფაქტურად ფასის ზრდა მოხდა მყისიერად, ჩვენ ქვეყანაში დღესაც არ არის ეს ნიშნული მიღწეული იმ ნიშნულს, რაც უნდა იყოს ფასების ზრდის პირობებში. ანუ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, რომ ბენზინის პირობებში 15%-იანი ზრდა გვაქვს, როცა 30%-იანი ზრდა უნდა იყოს ფასში და დიზელზე გვაქვს 33%-იანი ზრდა, როცა 42%-ამდე უნდა იყოს ფასი გაზრდილი. კომისიაზე ვასილ ხორავას განცხადებებს პარტია გახარია საქართველოდან დამატებითი კითხვები მოჰყვა. მე მექნება ეხლა რამოდენიმე შეკითხვა თქვენთან რა. თქვენ ეხლა თქვენ როგორც კომპანია ვისოლის წარმომადგენელს ფასის შემცირების შესაძლებლობა გაქვთ თუ არა? შოკური ფასები ახსენეთ, რომ რაღაცა ძალიან მცირე დროით ძვირდებაო საწავი, მერე იაფდებაო და ამ ყველაფერს თუ ჩვენი მოგების ხარჯზე ვახორციელებთ, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ როდესაც სოფლიო ბაზარზე ფასები რომ ატულობს და თქვენ შედარებით ნაკლებ ფასში შეზღუდულ საწავზე რომ ეგრევე უმატებთ ფასებს, იმ მიზეზით ხსნით, რომ გაძვირდა და ჩვენ მერე გაძვირებულზე უნდა ვიყიდოთო. იმ შემთხვევაში რატო არ აკლებთ ხოლმე ფასებს, როდესაც სოფლიო ბაზარზე შემცირდება მკვეთრად ფასები და ის რაც ნაშთები, რაც გიორგი მახსენდა, ჩემმა კოლეგამ წეღან, ის ნაშთები, რაც გაქვთ დარჩენილი, ასე ვთქვათ, ძველ ფასებში, იმას რომ ისევ ძვირად ყიდით ხოლმე. კარგად შესაძლებელია ჩემი ფასის დათვლა და დღეს თუ დაითვლით, რა ჯდება 1 ლიტრის ფასი, თქვენ რო შემოიტანოთ დღეს იმპორტი და შეადარებთ იმ ფასს, რა ფასშიც ჩვენ ვყიდით დღეს საწვავს, იცით, იტყვით, რომ თქვენ ალტრუისტები ხართო რა. ანუ ჩვენ დღეს ვყიდით გაცილებით იაფად, ვიდრე დღეს არის ფასი. საერთაშორისო ფასი. და ამის მთავარი მე კითხვა მე თვითონაც დავუსვი ჩემ თავს, რომ ჩვენზე იძახიან ინდუსტრიას და ეს არის შეცდომა შეყვანილი ხალხი. მე არ ვიცი ის ხალხი, რომელიც ამას ახმიანებს, რა ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენ სიმართლის თქმის გარდა არაფრის ინტერესი არ აქვს რა. გარდა სიმართლის. და სიმართლე არის ერთი. ამას ვერანაირად ვერ გადაწერს რა. აქ ჩვენი ფასიც არის დაფიქსირებული, პლაციც არის დაფიქსირებული. დანარჩენი არის ლაპარაკი. საქართველოში საწვავის ფასის შესაძლო შემცირების შესაძლებლობაზე ისაუბრა ნინო წილოსანმა. წილოსანის შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ის მაინც ტვირთად აწევს ქართველ მომხმარებელს. მანვე თქვა, რომ ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის რესურსების მოძიებაა საჭირო. თუმცა ახლა ჩვენ გვიყურებს მაყურებელი, მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეხა ევროპულ ქვეყანაზე მეტია, რომ არ არის მეტი, მაგრამ მათთვის ეს ტვირთია და რაღაცნაირად სურს, რომ ჩვენ მოვიკვლიოთ, სად არის რესურსი ამ ფასების, თუნდაც კიდევ უფრო გაიაფების. ფასების შემსწავლელ დროებით კომისიას ოპოზიციაში კლოუნადას უწოდებენ. მათი შეფასებით კომისია მხოლოდ საჩვენებლად არის შექმნილი და მას საქართველოში ფასების კლებაზე ან შენარჩუნებაზე არანაირი გავლენა არ აქვს. არავითარ ფასნამად სხვადასხვა პროდუქტებზე არ არის მთავარი პრობლემა ფასებთან დაკავშირებით. ფასების კომისია არის სამარცხვინო ორგანიზაცია, კლოუნადა, რომლის ავტორიც არის ირაკლი ყობახიძე და პასუხისმგებელი იმაზე, რომ სრული კრახი განიცადა, როგორც პროპაგანდისტულად, ისე რეალურად. აი ამ საცირკო წარმოდგენა, ამაზე პასუხისმგებელი არის ირაკლი ყობახიძე და მე ველოდები, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება მისი იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმე თვეა უკიფრად ატყუებს მთელ საქართველოს, რომ რაიმე გავლენა აქვს
ფასებზე, რომ მას და მის მთავრობას შეუძლია რაიმე ფორმით ფასებზე გავლენა მოახდინოს, რეალობა დავინახეთ ძალიან კარგად და რიცხვებში. აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე ფასი გაზრდილია, საწვავის საფასური ლარზე მეტით არის გაზრდილი, დენის საფასური 30%-ით არის გაზრდილი, სასურსათო ინფლაცია მარტის თვეში იყო 7.5% და პროგნოზი აპრილის თვეზე ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ 1 აპრილიდან გაიზარდა როგორც საწვავის, ისე დენის გადასახადი. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ფასების კომისია, რომელიც არის დაკომპლექტებული მილიონერებით, შეუძლებელია აგვარებდეს ქართული ხალხის პრობლემას, იმიტომ რომ სწორად რომ ეს მილიონერები ივანიშვილთან ერთად ძარცვავენ ქართულ ხალხს, ართმევენ ფულს და მათ ინტერესში ნამდვილად არ შედის ფასების დაწევა, იმიტომ რომ ფასების დაწევა ნიშნავს აქციზის გადასახადის შემცირებას, რის კონკრეტული გეგმაც გვაქვს ნაციონალურ მოძრაობას და გულისხმობს კარტელური გარიგებების მოშლას, რაც მათი კორუფციული ინტერესებისთვის არის შეუთავსებელი. ამიტომაც რჩება დაპირებად ფასების კლება და ამიტომაც ვხედავთ, როგორ იმატებს ფასები ყველა ძირითად პროდუქციაზე ბოლო თვეების მანძილზე. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას 1 მაისს წარადგენს. კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში სამთვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. კომისია დასკვნას ბიუროს წარუდგენს, რომელიც უფლებამოსილია დოკუმენტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის თავმჯდომარე წარადგენს.